წარმატებული საეთრო ჩაწერა იყოს. მოკლედ აბა ჩვენ ვიცით რა. ჩვენ ვართ ღამის შოუ სტუდია. ამჟამად მუშაობთ რამოდენიმე პროექტზე, ერთ-ერთი მათგანი არის სიტკომი, ახალი ძოლები და ქმრები, რომელსაც ვაკეთებთ GDS-ის დაკვეთით. თავიდანვე როგორც გამოდის ხილიყო მიხდებას, მე ეგრევე გამოვა. ოჯახური კომედია, ასე ვთქვათ, რომელიც აწყობილი იქნება ძალიან ისეთ ყველასათვის ნაცნობ სიტუაციებზე და სცენარის მხრივ ვცდილობთ, რომ სულ იყოს ისეთი სიტუაციები შექმნილი, რომელიც ყველასთვის იქნება ახლობელი, ან ნაცნობი, ან აი გააგიოს თავისთავად, რომ აი ხო ესეთი მეც მემართება ხოლმე. რუსო არ გვაქვს ავეჯის ყიდვის ფული. ჩამოვა ის მანქანა ყაზახეთიდან, ჩავაბარებ მე ყაზახურ ქათმის ბარკლებს და მე ვიყიდოთ. გმირები, რომლებიც ჩვენთან არიან, ზოგი თავის თავში დაინახავს, ზოგი მეგობარში დაინახავს, ზოგი დედამთილში, ზოგი ძალში და იმ სტატუსებში, რომლებიც მათ აქვს და ესენი ძალიან ვფიქრობ, რომ ნაცნობები არიან ჩვენთვის. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ცოლიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე უცოლოები. საყვარელი ქალისგან რეგულარულად მიღებული ენდორფინის ხარჯზე. და მე გინდა შენეგეთ სიცოცხლე. თემა ამ სიტკომის არის ორი სხვადასხვა ასაკის ოჯახის, ანუ ცოლ-ქმარია მეზობლები, სხვადასხვა ასაკის, ახლად შეუღლებულები და უკვე კარგ ხანს შეუღლებულები და ამათი დამოკიდებულება ოჯახის და ერთმანეთის მიმართ, რა დაახლოებით ესეთი შინაარსის არის. მიროვიარო? შეიძლება. მაშინ რა გვინდა ბილიკი? ისევიაროთ სახში. ვინ შეხედავს ამ სერიალს? რაღაცა მანკიერ თუ რაღაცა დადებით თვისებებს დაინახავს შორიდან და ამ ყველაფერზე გაეცემა. ზღვაზე გამახსენა. იქნება ანკესის კოჭები გამომიგზავნო რა, რომ აი შუალედებში ვითევზაო ხოლმე. ფიქრობ, რომ კარგი იქნება, იმიტომ რომ ეს უბრალოდ მოლოდინი არ არის ჩემი, იმიტომ რომ ხედავ სერიებს, უყურე და გულით მეცინება და იმიტომ არა რომ სუბიექტური ვარ და რაღაც მე მონაწილეობა აქვს მიღებული. თან გარშემოც ისეთი ხალხი ვცდილობ ხოლმე იყოს, ვინც საერთოდ არაფერ შუაში არ არის და პირველად ნახავს და იმათ რეაქციებსაც რომ უყურებ, იმათაც მოწონდა. ამიტომ მოლოდინი უფრო თამამი მოლოდინი მაქვს, რომ კარგი იქნება. სექტემბრის მეორე ნახევრიდან GDS-ის ახალი პროექტები როგორც კი შევა ეთერში, ესეც ამ პროექტებთან ერთად იქნება ერთ-ერთი მათგანი.